260 კილოგრამი ლაშა ტალახაძეს სცენაზე. სიზნაირე მაქსიმალური. გააკვირდით ლაშა ყოველთვის ძალიან ადრე მიდის შტანგასთან, აი დაიწყება თუ არა წუთისად, როდესაც ფიცანდაკთანაც ადრე მოდის და 45 წამია დარჩენილი და უკვე შტანგით არის ხელში. წარმატებული ცდა მორიგი. ახალი რეკორდი. სოფლიოს რეკორდი, სოფლიოს ახალი რეკორდი. 257 იყო სოფლიოს რეკორდი, რომელიც მან სოფლიოს ჩემპიონატზე აშკაბადში დაამყარა და ახალი სოფლიო რეკორდი 203 კილოგრამი და ორჭიდის ჟამში 478 კილოგრამი. ნუ საოცრების მოსწრენი გავხდით ახლა ჩვენ ყველანი 14 იყო მისივე რეკორდი და 478-ია სოფლიოს ახალი რეკორდი. და სკანდირებს ტრიბუნები ლაშას სახელს. შესანიშნავი გამოსვლა ქართველი სპორტსმენის, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქართველოში ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა წავიდოდა რეკორდებზე და ყველა საკუთარი რეკორდი მოხსნა. მესამეც და მას არ აინტერესებს, არც ჩვენ არ გვაინტერესებს. 3 მსოფლიო რეკორდი. მსოფლიოს ევროპის სამგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ყველა ტიტული მისია და ყველაზე დიდი ტიტული მაინც ის არის, რაც აქ ამ დარბაზში ხდება, რაც დარწმუნებული ვარ. ტელეეკრანებთან ხდება. ყველაზე დიდი ტიტული სწორედ ხალხის სიყვარულია, რომელიც ლაშამ დაიმსახურა. ლაშა არის ბედნიერი ადამიანი, ბედნიერი კაცია, მას შეუძლია თავისი ქვეყანა, თავისი სამშობლო გაახაროს, რასაც ჩვეულებრივი მოკდავნი. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლებულნი ვართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის იქით. მადლობა სუხთის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარეს ტურნირი. სპორტსმენებს unforgettable memories რომლებმაც დაუწყარი მოგონებები გვაჩუქეს. That we are ready to host any international ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ მზად ვართ, რომ უმასპინძლოთ ნებისმიერ ტურნირს სოფლიო თასის, სოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით. და ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი, იმიტომ რომ ამის საკმაოდ სერიოზული შანსი არსებობს.